სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის სიტყვა მინდა წავიკითხო მღვდელთა პატივისცემის შესახებ. 21 საუკუნეში, ისე როგორც არც ერთ საუკუნეში შეიძლება ითქვას, არ ყოფილა სასულიერო იერარქია ესე დამცრობილი. და ეს ყოველივე კბილების ალესვა შეიძლება ითქვას, რომ გამოწვეულია უცხოური ძალების პროპაგანდით, უпроსორად ეშმაკის ინსპირაციით, რომლისთვისაც ფულებს არ იშურებენ და არც სხვადასხვა ვიდეო რგოლებს არ იშურებენ იმისათვის, რომ როგორმე ერი საზოგადოება მოწყვიტონ ეკლესიას. წყემსის გარეშე ცხვარი განწირულია იმისათვის, რომ მგელმა და წარწყვიტოს. მთელი ყურადღებით მოვეპყრათ მათ, რომელთაც მინდობილი აქვთ მადლმოსილ ნიჭთა საშუალებით მოქმედების უფლება. ჭეშმარიტად უდიდესია მღვდელთა ღირსება. ნათქვამია, ვისაც ისინი მიუტევებენ ცოდვებს, მიეტევებათ. ამიტომაც გეუბნება პავლე მოციქული, დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ და უმეტესად შერაცხენით იგინი სიყვარულით. მართლაც შენ ზრუნავ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე და თუ მათ კარგად წარმართავ, სხვა ადამიანების მიმართ პასუხს არ აგებ. მღვდელი კი თუნდაც კარგად აწყოს პირადი ცხოვრება, თუ სათანადო ძალისხმევას არ დახარჯავს მათზე, რომლებზე ზრუნვაც აქვს მინდობილი, მაშინ ცოდვილებთან ერთად წავა გეენიაში. ხშირად იგი თავად უდანაშაულო წარიწმიდება თქვენი ურჯულოების გამო. თუ ჯეროვნად არ შეასრულებს ყველაფერს, რისი შესრულებას მას ევალება. მაშ რა კი იცით, რა დიდი საფრთხე ემუქრება მღვდელებს, განსაკუთრებული სიყვარულით მოეპყარით მათ. ამაზე მიუთითებს პავლე მოციქული, იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, უბრალოდ კი არა, ვითარცა იგი სიტყვაი მისცეს. ამიტომაც უნდა გქონდეს დიდი პატივისცემა მათ მიმართ. თუ თქვენ სხვებთან ერთად დაიწყებთ მათ შეურაცხყოფას, საქმეები არ წაგივათ კარგად. სანამ მესაჭე ყოჩაღად არის, გემზე მყოფნის უსაფრთხოდ არიან. როგორც კი მას მგზავრთაგან გამოჩენილი მტრობა და შეურაცხყოფა დათრგუნავს, იგი უწინდებურ მხნეობას დაკარგავს, ვერც თავისი ჩვეული ოსტატობით მოქმედებას შეძლებს და უნებლიეთ ურიცხ ფათერაკსაც შეამთხვევს მათ. იგივე ითქმის მღვდლებზედაც, თუ ისინი თქვენგან პატივისცემას იგრძნობენ, შეძლებენ სათანადოდ მოგიგვარონ საქმენი. თუ კი გულს ატკენთ, ამით შეასუსტებთ მათ შემართებას და ისე იზამთ, რომ მათაც დიდი მონდომების მიუხედავად და თქვენს იოლად გაგიტაცებთ ზღვის ტალღები. დაუფიქრდით ქრისტეს ნათქვამს იუდეველთა შესახებ. საყდარსა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკვე რაოდენსა გეტყოდიან თქვენ, დამარხვად დაიმარხეთ. მათეს სახარების 23 თავის 2-3 მუხლები. ახლა ვეღარ ვიტყვით, რომ მღვდლები მოსეს საყდარზე დასხდნენ. არა, ისინი დასხდნენ ქრისტეს საყდარზე, რადგან შეიწყნარეს სწავლება ქრისტესი. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, ქრისტესთვის უკვე ვციქოთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩვენ მიერ. ნუ თუ ვერ ხედავთ ყველა როგორ ემორჩილება საერო ხელისუფლებას. მართალია ქვეშევრდომნი ხშირად აღემატებიან მმართველებს თავიანთი გვარიშვილობით, ცხოვრების წესითა და სიბრძნით, მაგრამ ისინი პატივს მიაგებენ მას.
ვინც ხელისუფალნი დაადგინა. არაფერს განიხილავენ, უბრალოდ პატივს სცემენ მეფის განჩინებას. არც იმას არ კვევენ, როგორია ის, ვინც მათზე მოიპოვა მართლობა. ასეთი შიში და რიდი გვაქვს კაცის მიერ დადგინებული მთავრის მიმართ, ხოლო ღვთის მიერ ხელდასხმულს მოვიძულებთ კიდეც, შეურაცხყოფთ კიდეც და უთვალავი ყვედრებითაც არ ვასვენებთ. მაშინ როცა მოძმეთა განკითხვაც კი გვეკრძალება, მღვდლებზე ვილესავთ ენას. თავს რით გავიმართლებთ, როცა საკუთარ თვალში ვერ ვხედავთ დვირეს, სხვისაში კი ბოროტი მოშურნეობით აღმოვაჩენთ წველს. ანუ ნაფოტია დვირე და საკუთარ თვალში თმას ვერ ვხედავთ, პატარა თმას, რომელიც შეუმჩნეველია. უпростоრად უცხოში ვხედავთ აი ამ პატარა წველს თმას და საკუთარ თავში ნაფოტს ვერ ვხედავთო. ნუ თუ არ იცი, რომ სხვათა ამგვარი განკითხვით საკუთარ თავსაც უმზადებ უმძიმეს განკითხვას. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ვიწონებ უღირს მღვდელმსახურებს. არა, მე მეტისმეტად მებრალებიან ისინი და ვგლოვობ მათზე. და მიუხედავად ამისა ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაშიც ქვეშევრდომთ, განსაკუთრებით კი უბრალო ხალხს, არ აქვთ მათი განკითხვის უფლება. თუნდაც მღვდლის ცხოვრება მანკიერზე მანკიერი იყოს. უფალმა სახედარი აალაპარაკა და მოგვის პირით გასცა სულიერი კურთხევანი. თუ უფალი პირუტყვისა და უწმინდური ბალაამის ენით მოქმედებდა უმადურ იუდეველებზე, მით უფრო მოგხედავთ თქვენ. თუ კი დიდსულოვანი იქნებით, ღმერთი თავის მხრივ მოიმოქმედებს ყოველივე სათანადოს და თუნდაც უკიდურესად მანკიერი მღვდლების მიერ გარდმოგივლენ სულიწმინდას. უმციკლო მღვდელიც კი ვერ იზიდავს სულიწმინდას თავისი სიწმინდით. ყველაფერი მადლის მიერ აღესრულება. ყოველივე თქვენი არს გვეუბნება მოციქული, გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა. ყველაფერი რაც მღვდელს ჩახპარდა მარტოოდენ ღვთისგან არის და მისი ძღვენია. რამდენადაც უნდა წარემატოს კაცობრივი სიბრძნე, იგი ვერაზროს აღემატება ამ მადლს. ამას გეუბნებით არა იმიტომ, რომ თქვენ რომელიმე წინამძღვრის უდებების მხილველმა ქვეშევრდომებმა ამ საბაბით გაიმრავლოთ ბოროტება, მაგრამ მხოლოდ მღვდლებზე რატომ ვამბობ? განა ანგელოზი, ან მთავარ ანგელოზი, იოტის ოდენად მაინც შეცვლის ღვთისგან ნაბოძებს? აქ ყოველივეს ადგენს მამაძე და სულიწმინდა, მღვდელი კი მხოლოდ ლაპარაკობს და ხელებს ამოზრავებს. მაშ რა კი ვიცით ეს ყოველივე? გვეშინოდეს ღვთისა და მოკრძალებით მოვეპყრათ მის მღვდლებს. სრულად მივაგოთ მათ პატივი, რათა ღმერთმა ჩვენი კეთილი საქმეებისთვისაც და მათ მიმართ გამოჩენილი კრძალულებისთვისაც გვიბოძოს დიდი ჯილდო. ამინ. ანუ ჩვენ არ უარყოფთ, რომ არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც მანკიერად ცხოვრობენ. ამას არ უარყოფთ და არც ვამართლებთ მათ საქციელს. ძალიან ცუდია და ეს არის ჩვენი მხრიდან უფრო ტირილის ღირსი ვიდრე განკითხვისა. და სხვათა შორის ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის, როდესაც ჩვენ რაიმე პიროვნების მიმართ იქნება სასულიერო პირი თუ საერო ადამიანი, გავიგებთ რაიმე უღირს ქმედებას მისას და ამას გავავრცელებთ. ჩვენ გვევალება ღმერთისგან, რომ თუ დამალავო მოყვასის ცოდვასო, მაშინ ღმერთიც ანგელოზთა წინაშე დაფარავს, ანუ თუ დაფარავ ცოდვას მოყვასის
მოყვასისას ღმერთიც დაფარავს შენს ცოდვას. თუ პირიქით განაკიქებ, შერცხვენილები ვიქნებით ჩვენს ანგელოზთა წინაშე. ასე რომ უნდა ვეცადოთ არ განვიკითხოთ არც სასულიერო პირი და არც ერის ადამიანები, არამედ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი მათ მიმართ და საკუთარ თავს უნდა მივაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება. ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ღმერთისაგან საკუთარ თავზე და არა სხვების სოდების გამო. საკუთარ თავზე მოგვეთხოვება. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, მაშინ სხვასაც გამოასწორებ. რადგანაც სხვას უკვე თუნდაც მხილება იყოს, თუნდაც შეგონება იყოს, იქნება არა ამპარტავნებით ნათქვამი, არამედ დიდი სიყვარულით და გულმოწყალებით ნათქვამი. და ესეთ ქმედებას, რა თქმა უნდა, უფრო ღებულობს ადამიანი, ვიდრე მრისხანებით და ამპარტავნებით წარმოთქმული სიტყვა, რადგანაც აქ არ არის თანაგრძნობა, არამედ აქ არის გაკიცხვა და განკითხვა ადამიანებისა. ღმერთმა შეგვაძლებინოს და გაგვაძლიეროს, რომ ღვთისაგან ბოძებული კანონები და მღვდელმსახურება, ეპისკოპოსი იქნება, მღვდელი იქნება, დიაკონი იქნება, პატივი მიგვეგოს მათთვის. უფალი ეუბნება მოციქულებს და მოციქულთა მეშვეობით ყველა სასულიერო პირზე ვრცელდება. ვინც თქვენ შეურაცხყოფთო, მე შეურაცხყოფსო. წარმოიდგინეთ, ოქროპირი ამბობს, მღვდელი ეს არის ელჩიო, ღმერთისაგან წარგზავნილი, თავისი მისიის შესასრულებლად. ელჩის შეურაცხყოფა ეს არის მეფის შეურაცხყოფა და ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს შორის იწყებოდა ხოლმე ომები, რადგანაც ელჩი სახია სახელმწიფოსი და მეფის. ასევე მღვდელი ეს არის ელჩი, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, და წარმომადგენელია ღმერთის. ამიტომ მისი შეურაცხყოფაც ღმერთის შეურაცხყოფად აღიქმება. მაგრამ მეორე ის არის, რომ მღვდლებმა არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტულად აი ეს დიდი ხელმწიფება. ანუ დიდი ძალაუფლება, რომელიც მინიჭებული აქვს როგორც ეპისკოპოსს, ასევე მღვდელს თავის სამრევლოში. ერის ადამიანები ვთქვათ, მოგვაგებენ პატივს, ჩვენ ბოროტულად არ უნდა გამოვიყენოთ ეს. აი ამის გამო მოგთხოვს ჩვენს ღმერთი პასუხს. არამედ ღმერთი გვეუბნება, რომ ვიყოთ თავმდაბალნი და როდესაც პატივს მოგაგებენ, ღმერთს მიაგებენ პატივს და არა სახელს და გვარს. პიროვნებას სანამ მღვდლები გავხდებოდით, მანამდე ჩვენ ესე არ გვექცეოდნენ. არც ხელზე გვემთხვეოდნენ და არც ესე პატივით არ გვესაუბრებოდნენ. მაგრამ როდესაც სასულიერო პირები გავხდით, ხელზე მთხვევა ეს არის მღვდლის ხარისხის პატივისცემა. და ასევე პატივისცემა ხარისხისა, რომელიც მღვდელს გააჩნია ღმერთისაგან მინიჭებული და ბოძებული. ასე რომ ალექსანდრე მაკედონელმა, როდესაც ისრაელის აღება მოისურვა, მღვდელმთავრებმა თეთრი შესამოსელი გადაიცვეს, სამღვდელო შესამოსელი, და ესე წარდგნენ მის წინაშე, რომ არ აეოხრებინათ ისრაელი, იერუსალიმი. ალექსანდრე მაკედონელი ჩამოვიდა ცხენიდან, თაყვანისცა მღვდელმთავარს და გაოგნებული მხედართმთავრები უსვავენ კითხვას, რატომ ცა თაყვანი იუდეველთა მღვდელმთავარს? მაკედონელის პასუხი იყო ასეთი: მე მას კი არ ვეცი თაყვანი, არამედ ვისაც იგი ემსახურება. ანუ ღმერთს ვეციო თაყვანი. და ამის შემდეგ, ამბობს სიტყვებს, სიზმარში ვნახე ეს პიროვნება, რომელმაც მითხრა მე, რომ გაიმარჯვებ სპარსეთზეო და არ აოხრა იერუსალიმი.
ანუ თუ ესეთი იყო წარმართი მეფის მაკედონელის განწყობა სასულიერო ხარისხის მიმართ, რა თქმა უნდა, ქრისტიანებს კიდევ უფრო მეტი განჯის უნარი მოეთხოვება და მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ.